მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროსახზე. დღეს გვექნება საინტერესო გაშლა, რომელსაც ქვია შენ სინათლეში გამოდიხარ და რა ბედნიერი შემოbrუნება გელის. ეს გაშლა არის იმაზე, რომ როგორც იქნა სრულდება ჩვენს ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, რაღაც ცოტა ბნელი ეტაპი და გამოვდივართ შუქზე, ხო, გამოვდივართ ნათელში. და რა არის ის გზა, ის შესახვევი, საიდანაც დაიწყება ჩვენი ბედნიერება, ხო? რაც გაგვაბედნიერებს, გაგვახარებს თუ რა შესახვევი არის ეს, ხო? და ვნახავთ ამას, თუ როგორ შემოbrუნდება სიტუაცია ჩვენს ცხოვრებაში ამ სინათლესთან ერთად, ხო? ამის შესახებ გვექნება დღეს გაშლა. ცოტა გადავდოთ. სადმე მოვიდეთ ასე. და გვექნება პირველი მეთქი. სამი პოზიცია როგორც სულ. დავაკოთ ჩვენ კარტები. ჯერ ნახოთ სიგნიფიკაცია. არა, სიგნიფიკაცია ნახოთ როგორ ენერგიებში ხართ, ხო? პირველი პოზიციის ენერგია, მეორე პოზიციის ენერგია ახლა, მესამე პოზიციის ენერგია ახლა. ერთი წუთით ისე გადმოვავაგებ, რომ თქვენც შეხედოთ კარგად. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. აირჩიეთ, შეგიძლიათ ციფრი აირჩიოთ 1-დან 3-ის ჩათვლით, შეგიძლიათ კარტი აირჩიოთ, რომელიც აქ დევს. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდეო დააპაუზეთ და შემდეგ შემოგვერთით. იქი გადავიდეთ ამებს. ოკეი. და დავიწყოთ პირველი პოზიციის ენერგიით. ვნახოთ, რა ენერგიაში იმყოფება ახლა პირველი პოზიცია. Magic. მაგიურ ენერგიაში, ხო? ბუნებრივია გაშლას უყურებთ, ესეც ითვლება, ხო? გაშლის ყურება, მოსმენა, პლუს შესაძლოა იყოს კიდე რაღაც სხვა ინტერესებით, ხო, მაგალითად პირველი პოზიცია ახლა და ახლა ინტერესდება უფრო მკვეთრად ეზოთერიდან, ახლა და ახლა კი არა, არამედ ხანგრძლივი დროა, რაც უკვე გაინტერესებთ და უბრალოდ ახლა თქვენში კიდევ უფრო ძაფრდება, ან იღვიძებს ეს მაგიური ენერგია, ხო? შესაძლოა პარალელურად რაღაც ისეთ ინფორმაციასაც იცნობთ, კითხულობთ, ხო, ეზოთერიულს, მაგიურს, ნებისმიერ რაღაც კითხვა ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა რაღაც პრაქტიკებსაც კი აკეთებს, ამასაც გავუშვებთ, ხო? იმიტომ რომ ისეთი ენერგია მოგვიდა მაგიური, რაღაც მაგიურ ენერგიებში აქ პირველი პოზიცია. ერთი წუთი ვიკითხოთ, განგვემართეთ აქ მაგიური ენერგია პირველი პოზიციის. არა, განვითარება მაგიური ენერგიის კუთხით, ხო? ეს მართლა შესაძლოა იყოს ბუკვალურად ის მომენტი, რომ აი ახლა უსმენთ, ხო? ესეც არის, რომ აი პირდაპირ ახლა უსმენთ, ისმენთ ამ ინფორმაციას. ეს შედის აქ და საერთოდ ტაროთი შესაძლოა იყოს დაინტერესებული, ან ტაროს მიიღმა კიდევ სხვა თემებიც იყოს, ხო? და აი ახლა არის ფაზა თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ეს მაგიური, ეზოთერიული რა ენერგიაც გინდათ ის უწოდეთ, როგორც თქვენ უფრო რბილად ხვდებათ ყურს, ისე უწოდეთ, ეს ენერგია, ეს მაგიური ენერგია უკვე იღვიძებს თქვენში და უფრო მეტად ვითარდება, ხო? ასევე აქ ინტუიციაც უფრო ძლიერდება, უფრო ვითარდება, ასე რომ ყველაფერი ეს არის ახლა პირველი პოზიციის ენერგიაში და გვაჩვენებს კარტებმა, აი ეს ვითარება ჩვენ აქ. კარგი, ნახოთ. სინათლის ჩუთი ნახოთ, ხო? ჩვენ ნახოთ რა სიგნალს, ასე რომ ვთქვათ, ახლა სიგნალი ცოტა ხმამაღალია თქვენია, მაგრამ რას ისეთ darks ტოვებს პირველი პოზიცია თავის შუქს უკარ და გამოდის სინათლეში, ხო? რა არის ეს? ნახოთ ეს ჯერ, რა არის ეს? რაღაც სირთულეები, რასაც
ცდილობდით რომ თავი დაგეღწიათ, ან შესაძლოა პირველი პოზიციამ ისიც თქვას ახლა რომ აი მე კი ვცდილობდი, მაგრამ ეს სირთულეები და რაღაც მძიმე მომენტები თან დამსდევდო და არ მანებებდა თავს. აი ხო იცით, ყვავი რომ დაგსდევს სულ, შენ რომ გახვედი სადღაც ადგილი შეიცვალე ხო და მაინც ეს ყვავი არის და შენ ამბობ რა უნდა რაც ჩხავის ეს ყვავი ხო და მაღალაა ხო რა. აი ასეთ სიტუაცია რომ პირველი პოზიცია იცვლის ადგილებს, იცვლის სიტუაციებს, შესაძლოა ადამიანების მიმართ დაფიქრებულებას იცვლის, ხო, არ ვიცი, რაღაცებს იცვლის, გაუგრბის, ცდილობს რომ რაღაცებიდან გამოვიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც თან დასდევს, ხო? მაინც მოდის ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში და შემდეგ უწევს ფიქრი, ხო, როგორ რანაირად გადავჭრო და რა გავაკეთო. ასევე რა მძიმე, შესაძლოა ყოფილიყო ვინმესთან დაკავშირებით სიტუაცია, ან რამესთან ის იქნებოდა რაღაც მატერიალური, თუ რამესთან ის სავსებით შესაძლებელია რომ ეხებოდეს ფულს, ან რაღაცას, რაც თქვენ გინდოდა, მაგრამ არა გაქვთ, ან ვირა გაქვთ, ან ვიღაცამ არ მოგცათ და თუ ვინმეს უკავშირდება, მაშინ ეს ურთიერთობა ნებისმიერი სახის არის, ხო, რომ მაგალითად მე და შენ რაღაც არ გამოგვივიდა, ან კიდე რაღაც სირთულეები დაგვეწყო ისევ და არჩევანი რომ აი რა ავირჩიო, რა გზით წავიდე, სად წავიდე, როგორ და ეს ყველაფერი ეს სამი კარტი ჯამში ქმნის იმ ციკლურობას, რომ აი მუდმივად ვცდილობ თავი დავახციო სხვადასხვა პრობლემებს. შესაძლოა ამისათვის მე მივმართავ დახმარებას, მივმართავ ვიღაცას, ვცდილობ ავირჩიო რა გზას დავადგე, საით წავიდე, როგორ წავიდე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც რთული არის ჩემთვის. ესე იგი აქ ძირითადად რომ პირველი პოზიცია ვცდილობ და დაეღწია ხო, პირველი პოზიცია ვცდილობ რომ რაღაც დაეღწია. ხო, რომ დაეღწია რაღაც სიტუაციებს თავი, რაც მისთვის ან უცნობია, ან გაურკვეველია, ხო, მაგრამ რადონემდე აქ კითხვა მქონდა, გამიჩნდა უბრალოდ რადონემდე სამართლიანი გზებით აღწევდით თავს ამ გზას, ხო, რადონემდე სამართლიანი იყო ეს. ნუ სამართლიანობა ყველას თავისი აქვს, მაგრამ მე ვიგულისხმე აქ კოსმოსური სამართლიანობა, ხო, ის სამართლიანობა, რაც არის სამართლიანობა ზოგადად. აი ამ სამართლიანობის კანონებით შესაძლოა სულ თქვათ ესეთი სამართლიან გზებს არ ეწეოდით, რომ გადაგეჭრათ რაღაც საკითხები, ან რაღაც საკითხები დაგესრულებიათ, გამოხსულიყავით რაღაც სიტუაციებიდან და ეს არ იყო თქვათ ბოლომდე იმ გზებით განხორციელებული, რაც შესაძლოა ყოფილიყო კარგი, ხო, ან თქვენთვის, ან სხვებისთვის მაგალითად, ან ორი. მაგრამ ერთი სიტყვით აქ უფრო მეტად ის საკითხი დგება, რომ რაღაც მძიმე საკითხები, რასაც ცდილობდა პირველი პოზიცია, რომ დაეღწია თავი. ვიღაცისთვის ეს იყო ურთიერთობა, ვიღაცისთვის ეს იყო მატერიალური საკითხები, ხო, მაგრამ ნუ ცდილობდა აქ პირველი პოზიცია, რომ რაღაც ახალ დასაწყისში, რაღაც ახალ საწყისზე გასულიყავით, რაღაც ახალი მომხდარიყო, ხო? რაღაც ახალი ქმედება ყოფილიყო, მაგრამ ეს ახალი ქმედებაც ვერ ხორციელდებოდა, ან არ ხორციელდებოდა, არ ვიცი. და აი ერთი სიტყვით აი რაღაც ასეთი რაღაც სიტუაცია იყო. მე ვეცადე ენერგეტიკულად შემიგრძნო ეს სიტუაცია, მეგობრებო. ხო, კარგი. ნახოთ ახლა ჩვენ რა ნათელში გადის პირველი პოზიცია ახლა. რა შუქზე გადის, ხო? რა შუქია ეს? ნათელი ეტაპია. ოჰო, ოკეი. საბოლოოდ რაღაცას ასრულებს აქ პირველი პოზიცია. ასრულებს რაღაც ჩელენჯებს. რა შუქი არის ეს? რა შუქი არის და საბოლოო ტრანსფორმაცია არის აქ პირველ პოზიციასთან, აი საბოლოოდ რაღაცა სრულდება, რაღაც სიმძიმეები, სირთულეები თქვენ ცხოვრებაში, რაც უსამართლო იყო, ხო? თქვენთვის, სხვებისთვის ეს საბოლოოდ სრულდება აქ. ესე იგი აქ სრულდება უსამართლო კი, აი სრულდება, აი ესე იგი ის ბნელი კი, აი საბოლოოდ იკვეთება, სრულდება, იჭრება ის ბნელი ფაზა, რაზეც ვისაუბრეთ აქ ზოგადად, აი ეს სრულდება საბოლოოდ, აი საბოლოოდ სრულდება მძიმე ფაზა, რომელიც იყო ძალიან
ძალიან გცლიდათ ეს ყველაფერი, ხო? ენერგეტიკულად, ფინანსურად, ემოციურად, ყველანაირად გამომცლელი იყო ეს ფაზა თქვენ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი, ბალანსი იყო დარღვეული თქვენ ცხოვრებაში, თქვენში არ იყო ბალანსი, ხო? ეს ყველაფერი როგორც იქნა სრულდება საბოლოოდ მიდის კულმინაციამდე და სრულდება. როგორ სრულდება? აი თვითონ პირველი პოზიცია ასრულებს, ვიღაც მესამე პირები ეხმარებიან თუ საბოლოოდ სრულდება რა სამყარო აკეთებს ასე. თვითონ პირველი პოზიცია ასრულებს ხმლების დედოფალი. თვითონ პირველი პოზიცია წყვეტს, რომ შეყვანილი მესამე პირები, ხო? მესამე პირები ძალიან. სამყარო გეხმარებათ, რა თქმა უნდა. მაგრამ მესამე პირებზე დევილი ეს ვინმე ისეთი, ვინც ეხმარება ამ სიტუაციიდან გამოსვლაში. ვიღაც ისეთი, ვინც გეხმარებათ ამ სიტუაციიდან, ანუ აქ მარტო პირველ პოზიციაში, არა, მხოლოდ თქვენ არა ხართ, აქ არის ვიღაც, ვინც გეხმარება, ანუ ეს ვიღაცა ეხმარება. ხო, გეხმარებათ და აქ რაღაც შესაძლოა ეს ვიღაცა იყოს, აქ ვინც გეხმარებათ ამ სიტუაციიდან გამოსვლაში და ამ სინათლეზე გასვლაში, ასე ვთქვათ, ვიღაც პიროვნება გეხმარებათ აქ ან ფინანსურად, ან შესაძლებლობებს გაჩვენებთ, ან გაძლევთ, რომ რაღაც იმოქმედოთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რათა ეს დასრულდეს, ხო? აი ეს იგრძნობა აქ და რა თქმა უნდა პირველი პოზიციაც თვითონ თავარ წამოვალ პოზიციაზეა, რომ ეს სიმძიმე დაასრულოს, რა თქმა უნდა. რა ბედნიერი გადასახვევი მზადდება, რა ბედნიერი ეს იქნება შესახვევი, ასე ვთქვათ, რა ბედნიერი შესახვევს უმზადებს აქ ცხოვრებაში. თქვენს გზაზე, პირველ პოზიციაზე. ახალს და რაღაცა ძალიან ისეთი კარტები ამოდის, რომ თქვენ რაღაცას მიიღებთ აქ. ეს რაღაც ფინანსურია, კი, ესეთი თუ რაღაც ანუ მატერიაზე არის აქ საუბარი და მატერიის გარდა კიდე ბევრ რაღაცაზე აქვს საუბარი. მაგრამ თავარი არის აქ, რასაც გიმზადეთ ხო სამყარო, რა ბედნიერი გადასახვევი, ასე ვთქვათ, თქვენ ცხოვრების გზაზე, აქ არის რომ რაღაც ახალი უცაბედი იქნება, რასაც ვინმე მოგცემთ თუ სიტუაცია. სიტუაციაც არ მერე ვიღაცა არის აქ. აქ არის ვიღაც. ეს ის ვიღაცა, ვინც ეხმარება პირველ პოზიციას. თუ კიდე ვინმე სხვა არის. არა, კიდე ვინმე სხვა არის. ანუ ის ადამიანი, ვინც გეხმარებათ ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლაში, ხო, ეს კიდე სხვა არის. მაგრამ აქ ვინც რაღაცით გახარებს, ესეც კიდე სხვა არის. და აქ ვიღაც ადამიანი რაღაცით გეხმარებათ. აი ეს არის აქ, ამით გახარებთ. და რით ეხმარება? რაღაც სიმძიმეს გაშორებთ. რაღაც სიმძიმეს გაშორებთ, ეს არის ფინანსური თუ სხვა. შესაძლოა ფინანსური ზუსტადაც, რომ რაღაც ფინანსური საკითხები თუ გქონდა აქ პირველ პოზიციას და თუ აქტუალურია ეს ინფორმაცია თქვენთვის, ხო, ეს არის. და სამყარო, რომ სიმშვიდე მოვიდეს პირველ პოზიციას, ხო? რომ იყოს ისევ სიმშვიდე, რომ გქონდეთ არჩევანი, რომ იყოს სიყვარული თქვენს ცხოვრებაში ისევ და აი ეს ყველაფერი რომ იყოს, იმიტომ რომ თითქოს ისეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ ეს ყველაფერი არ იყო, რაღაც ისეთი იყო, ხო, რაღაც ქარიშხალი რო ჩაგივლის, ისეთი არასტაბილური, არაპროგნოზირებადი რაღაც ასეთი, ხო? და სასიხარულო ზუსტად ეს არის, რომ ეს ვიღაც ადამიანი, ამ ვიღაც ადამიანს შემოაქვს სიმშვიდე თქვენთან და თქვენ თვითონაც გრძნობთ უფრო მეტად თავს შვიდად და ბედნიერად, ხო? კარგი, რჩევა ვიკითხოთ აქ პირველ პოზიციისთვის. რჩევა პირველ პოზიციისთვის, ვიხარით რჩევა პირველ პოზიციისთვის. მოусმინე რჩევას. Guidances need to cross the ocean of life. ანუ მოусმინეთ რჩევას, იმიტომ რომ რჩევა დაგეხმარებათ, რომ გადავყვეთოთ მთლიანად ოკეანე, ხო, ცხოვრების ოკეანე. ასე რომ გინდ ეს რჩევა იყოს, რაც მე ახლა გავაჟღერე, გინდ კიდე სხვა რჩევა, ხო, იქნება არის თქვენ სირგული ისეთი ადამიანები, ვინც გეხმარებათ რაღაც სიტუაციის მოგვარებაში, ხო? ასევე მოусმინეთ თქვენს ინტუიციასაც, რა თქმა უნდა, ეს რჩევა აქედანაც მოდის რჩევები სამყაროსგან და სხვადასხვა მინიშნებები.
ამიტომ მოусმინეთ ან ამ რჩევასაც მე ახლა ვაშკარებ, ან კიდევ არის ეს ვიღაც ადამიანები, ვისი რჩევაც დაგიხმარებათ, ის რომ გაითვალისწინეთ რჩევები, უკვე დაუგდეთ მათ და შემდეგ უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ რა უყოთ ამ რჩევას. ხო, რაც ეს ინფორმაცია იყო პირველ პოზიციისთვის, თვითონ შეკითხვები არ მქონდა შედგენილი, რაღაც ისეთ უბრალოდ მივყვებოდი პროცესს, ვეცადე რომ რაღაც მომეწოდა ეს ინფორმაცია და იმედია რაღაცით დაგეხმარებათ ეს ინფორმაციაზე, რომ ასეთი ვითარება იყო პირველ პოზიციასთან, გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ რომ იყოს ბევრი ნათელი თქვენს ცხოვრებაში და განსაკუთრებით ახლა შეხვდეთ ასეთ ნათელ ეტაპში თქვენი ცხოვრების. აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა თუ მოგეწონათ და ვისებჭერ კიდევ არ გამოიწერეთ ჩემი აუცილებლად გამოიწერეთ. ხოლო მსურველებს რომ უფრო ვრცლად განვიხილოთ თქვენი მდგომარეობა, სიტუაცია, ვითარება, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ასევე ბედის მატრიცის კონსულტაციებზე. წარმატებები ყველას! და გადავიდეთ ჩვენ მეორე პოზიციასთან. მივესალმები, ვიწერჩია მეორე პოზიცია და ვნახოთ თვითონ მეორე პოზიციის ენერგიები, ხო? ახლა რა ენერგიებში იმყოფება მეორე პოზიცია, ვნახოთ. Disruption, გაცილებული სასწრები, ვნახოთ ჩვენ ეს რა აზრობრივ კონტექსტში დაგვიჭდა აქ. ვნახოთ რომელი დასტაკაკისაა მეორე პოზიციასთან. Okay, ორივე მლოვერსია მომიგდა. საინტერესოა. Okay. ეს ხუთიან კვარტალს გავს ეს ვაი სიტუაცია. ვიკითხოთ ახლა ჩვენ აქ. ეს დასრულდა ასეთი სიტუაცია. საზღვრების გარღვევა გამორღვევა, დახურა რაღაც მეორე პოზიცია, მაგრამ თუ პირიქით მიმდინარეობს ასეთი რაღაც კონფლიქტები. საინტერესო დახურა და მიმდინარეობს. კარგი, კიდევ ვიკითხოთ. დახურა მეორე პოზიციამ რაღაც თუ მიმდინარეობს. თუ დახურა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. დახურა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. რაღაც ასეთი სიტუაცია. აქ მეორე პოზიციამ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია დახურა. ან ეს სიტუაცია იყო ვინმესთან დაკავშირებით თუ მეორე პოზიციის შიგნით. ვინმესთან? არა, თქვენში იყო რაღაც ისეთი მძლავრი სიტუაცია, რაც იწვევდა ბევრ აურს. რა თქმა უნდა, ეს იყო განპირობებული რაღაც სიტუაციით, ხო, რაღაც მოხდა და ამან ასე რომ ვთქვათ, დაგატრიგერათ და ბევრმა რაღაც წამოყო თქვენში თავი, ხო? შემდეგ თქვენ ჩავარდეთ ისეთ ენერგიებში, რომ შესაძლოა ახლა ხართ ამ სიტუაციაში, რომ აი რა გავაკეთო, როგორ მოვიმოქმედო, როგორ დავხურო, ხო? რატო განვიცდი ამ ყველა ემოციას, რასაც განვიცდი და რაღაც ისეთი ოლივიესავით როა, ხო? ყველაფერი ერთმანეთში არეული, რაც იწვევს ქაოსის განცდას ჩვენში და ჩვენთვის ეს არის გაურკვეველი, ასევე აგრესია, ფრუსტრაცია შესაძლოა ყოფილიყო ამ ყველაფრის პროცესში ჩართული. ამიტომ აქ პირველ პოზიციამ ან იმ ფაზაშია, რომ ეს ყველაფერი რაღაც დახურავს, ან უკვე დახურა, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ვინც დახურა, ხო? მაინც ამ სიტუაციამ ვითარებამ დატოვა რაღაც ისეთი ის, რომ მაინც არ არის ბოლომდე, ანუ თითქოს დახურულია სიტუაცია, მაგრამ მაინც არ არის დახურული, ანუ აქ რაღაც გეშტალტის დაუხურავების თემასავით არის. არ არის რაღაც დახურულია ბოლომდე. არ არის, ხო, აი არ არის რაღაც ბოლომდე დასრულებული, დახურული. ეს თვითონ პირველ მეორე პოზიციაში შინაგანად თუ მეორე პოზიციასა და ვინმეს შორის. არა, თვითონ რატო ვამბობ პირველ პოზიციას მოსვენეთ, არ ვიცი, იქნებიქაც არის რაღაც ინფორმაცია თქვენთვის. მეორე პოზიცია, ხო, თვითონ მეორე პოზიციაში. მეორე პოზიციისთვის უბრალოდ თვითონ მეორე პოზიციისთვის არის რაღაც დაუხურავი საკითხი აქ ჯერ კიდევ რაც წარმოქმნის თქვენში კონფლიქტს. ნახოთ რა კონფლიქტური ისა ეს სიტუაცია რაც გიშლით ხელს.
მოდი აქ მეორე პოზიცია არეულია. არ იცის ზუსტად რა მიმართულება, როგორ იმოქმედოს, ხო აქ რაღაც ისეთი რაღაც არის, რომ აი ვერ ხვდებით, საით წახვიდეთ, რა გზას დაადგეთ. ეს იწვევს გაურკვევებას, ეს იწვევს იმას, რომ თქვენ არ იცით, რა გინდათ, რა არ გინდა, რა მოჭრათ, რა დატოვოთ, ხო? აი ეს იწვევს აი ამ არეულობას ზუსტადაც შემდგომ. ხო? კარგი. აღარ ჩავუბრუნავდები ამას. გასაჟღერი გაჟღერდა. ის რომ გავაგრძელოთ თემატიკას მივყვეთ გაშლის ხო რაც გვაქვს. კარგი, რა ისეთ მძიმე ბნელს ტოვებს მეორე პოზიციის ცხოვრებაში. ეს რა შევქმნათ კონტრასტი ხო? და რა ნათელში გადის, აი რა სინათლე მოდის, შემოვიდა მეორე პოზიციის ცხოვრებაში. სიგნალო. ну, აქ რაღაც ისეთ ზეგავლენაზეც არის საუბარი, ისეთ ზეგავლენასაც ტოვებთ, რაც ნეგატიურ როგორ თქვა, ზეგავლენას არა, ისეთ სიტუაციას ტოვებთ, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა თქვენზე, ხო? ისეთ ზეგავლენას ახდენდა, რაც არ იყო სასიამოვნო, მძიმე იყო თქვენთვის. და აქ მეორე პოზიცია უფრო შესაძლოა ცხოვრების პოზიციაშიც კი ყოფილიყო, ხო? ეს რაღაც სიტუაცია იყო ასეთი თუ ვინმე. მე მაინც ვიტყოდი სიტუაცია იყო რაღაც ისეთი და ისევ დავბრუნდით საზღვრებთან. რაღაც ისეთი სიტუაცია, სადაც მეორე პოზიციის საზღვრები ილახებოდა. არ იყო თანასწორობა დაცული, არ იყო ბალანსი, ხო? შესაძლოა ეს იყოს სიტუაცია სამსახურში, შესაძლოა ურთიერთობაში, ну ვისთვის რა კონტექსტი, ხო? ეს უკვე თქვენ თვითონ მოარგეთ ეს ინფორმაცია იმას თუ რა ვითარებაც არის თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ რაღაც ისეთი მძიმე რაც ფიდავდა აქ მეორე პოზიციას და სადაც მისი საზღვრები საერთოდ არ იყო დაცული, ხო? დაცლილიც იყო მეორე პოზიცია. აი, ეს ყველაფერი, აი ამ ყველაფერზე არის აქ სიტუაცია და ამ ყველაფერს ასრულებს აქ მეორე პოზიციას ყველაფერი სრულდება მის ცხოვრებაში. სრულდება, იმიტომ რომ თვითონ მეორე პოზიცია ასრულებს. ხო? ანუ ხურავს დასახურს აქ მეორე პოზიცია. ну, საბოლოოდ აქ მეორე პოზიცია აკეთებს არჩევანს და თვითონ სამყარო გეხმარებათ ძალიან ძლიერად. თუ კიდე პიროვნება არის. პიროვნებაც არის, პიროვნების მეშვეობითაც ხდება აქ რაღაც ბიძგები, მაგრამ თვითონ პირველი პოზიცია კიდე პირველ პოზიციას რატო ვამბობ, არ ვიცი რატო ჩავაცილდი პირველ პოზიციას, მე რაიტომ რაღაც არის პირველ პოზიციასთან თქვენთვის. თვითონ მეორე პოზიცია ხურავს სიტუაცია. თვითონ მეორე პოზიცია რა თქმა უნდა, მაგრამ სიტუაციურად ხდება ისე, რომ თქვენ ხურავთ ამ დაუხურავ სიტუაციას, ენერგეტიკულად უფრო ძლავრად ხართ და ვსო, გადიხართ რა ამ რაღაც გავლენებიდან და სიტუაციებიდან. კარგი, რა ნათელი, ხო? ეს დევილი გამოსულა დევილიდან თუ დევილი დადებითი ფინანსები, აქ კარიერული და პიროვნული ზრდა და განვითარება და გაძლიერება. პიროვნული, კარიერული ზრდა და განვითარება არის აქ ნათელი. აი რაღაც ასეთ ნათელ ეტაპში გადადიხართ ფაზაში, სადაც აი ეს იქნება ძალიან აქტუალური თქვენთვის. მე ნახო, ხო? კარგი. ესე იგი აქ კარიერული სიტუაცია არის თვით განვითარება. ну, არ ვიცი, ძალიან ბევრი ფინანსებია და კარიერაზე კიდე ის დაჭდა, რა ქვია, პენტაკლების მეფე, ასე რომ დიდი ალბათობა არის, აქ უმრავლესობისთვის ეს იყოს კარიერა ან თვით განვითარება, ხო? რადგან ისეთი საჯარო გაშლა არის, რთული არის, რომ ზუსტად ბევრი რამე თქვა, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა და ბუნებრივია ხა ყველასთვის იდენტური ვერ იქნება, ხო? კარგი. გასაგებია ეს ინფორმაცია ჩემთვის პირადად. დამავიწყდა ესე კითხვა რა იყო, ჩავხედო. რა ბედნიერი შემოbrunება ექნება თქვენს ახლანდელ სიტუაციას, მაგალითად, ხო?
რა ბედნიერი შემოbrunება ექნება თქვენს ახლანდელ სიტუაციას ან ასეთ გავლენით. დასრულდება. ანუ ეს უბრალოდ დასრულდება. გამიკრე ხელი. ის მძიმე გაურკვეველი ციკლურობა უბრალოდ დასრულდება. რაღაცა რაც აქ მეორდება, ხო, რაღაცა რაც მეორდება და წინ ვერ, როგორ ვთქვა, წინ არ გიშვებთ, დასრულდება აქ საბოლოოდ, ხო? აი რაღაცა ასეთი აქ საბოლოოდ დასრულდება. კაი, რჩევა მეორე პოზიციას. Hearts of the matter, align life's pathways to the heart. ანუ აქ მნიშვნელოვანია ყველაფერში სიღრმისეულობა, ჩაწვდით ყველაფერს თქვენი გულის მეშვეობით. ხო, ყველაფერი შეიგრძენით, გაიგეთ გულის ჩაკრას მეშვეობით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია გულის ჩაკრა აქ მეორე პოზიციასთან, რომ ეს თქვენი გულის ჩაკრა უფრო მეტად გახსნათ, განავითაროთ, მოусმინოთ თქვენს გულს და აი ამის მეშვეობით იმოძრაოთ წინ, ასე რომ ვთქვათ, ხო, ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ამ ეტაპზე განსაკუთრებული ფოკუსი აი თქვენს გულის ჩაკრაზე, ხო? ანა ხატაქვია, მე მგონი თუ სწორად მახსოვს და არ ვწდები. მაინც გადავამოწმეთ, მაგრამ აი ეს გულის ჩაკრა ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია ყველა ჩაკრა მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტულად გულის ჩაკრაზე მეტი ფოკუსი მეორე პოზიციას, რადგანაც ეს დაგეხმარებათ მიყვეთ თქვენს ხმას და თქვენს ინტუიციას და უფრო ღრმად შეიგრძნოთ სამყარო, უფრო აი შეიგრძნოთ ყველაფერი კარგად და მიხვდეთ რა მოდის თქვენთან ახლოს, რა თქვენია და რა არ არის თქვენი, ხო? და ასევე აი ამ სიტუაციაში, რაღაც გაურკვევლობა რაც არის, იცოდეთ რომ ესეც აი სრულდება აქ რაღაც ისეთი გაურკვევლობა და ძალიან ბევრი ისეთია რომ რაღაც არეული სიტუაცია ეს სრულდება. ხო, აი ეს სრულდება და იცოდეთ ეს. და ამიტომ არ იღებთ. ხო? ყველაფერი იქნება თავის დროს. წარმატებები მეორე პოზიციას, აუცილებლად თუ მოგეწონათ ეს გაშლა დალაიქეთ ვიდეო, ვისაც ჯერ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, უფრო მეტი საინტერესო გაშლის და ინფორმაციის მოსასმენად, ხოლო მსურველებს ველოდები ინდივიდუალურ ტარო სესიაზე და ასევე მატრიცის კონსულტაციებზე. წარმატებები ყველას. მივესალმები მესამე პოზიციას. ნახოთ, რა ენერგიებში მყოფებით ახლა. Rest, ისვენებს. მესამე პოზიცია უბრალოდ ისვენებს აქ. მე ვფიქრობ, აქ უბრალოდ დასვენება არის. მესამე პოზიცია ან ცდილობს, რომ დაისვენოს და განიკვირთოს და დაელოქსდეს, ან ისვენებს. კარგი. გამისაუბროთ ფანტასტიკით მესამე პოზიციას. მესამე პოზიცია აქ ისვენებს რესტის ენერგიებში თუ პირიქით ცდილობს, რომ ისვენოს. მესამე პოზიციას აქ მე მგონი პირიქით ესაჭიროება რესტი, იმიტომ რომ ძალიან დაღლილია. ბევრი რამით, რაც მის ცხოვრებაში ხდება და აქ ცდილობს რაღაცნაირად მესამე პოზიცია, რომ უბრალოდ დახუროს, დაასვენოს რაღაც საკითხები, დაასვენოს საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება აქ დასვენება, ეს იგრძნობა აქ და
ხო, კი. ძალიან კარგი კარტია ამ შემთხვევაში მისცემ პოზიციისთვის, რომ დაისვენეთ, ხო? მეტი დასვენება, მეტი რელაქსი, მოდუნება ბუნებრივი მეთოდებით, ხო? მედიტაცია, ვისთვისაც აქტუალურია ლოცვა, ბუნებაში გასეინება, ან ბუნებაში დასვენება, განტვირთვა, ხო? ეს ყველაფერი ძალიან ისეთი კარგი იქნება. კარგი, ნახოთ რა ესეთი ნელი მძიმე სიტუაცია აწუხებს აქ მესამე პოზიციას, საიდანაც განვავითარებ დანარჩენ კითხვას, ხო, ისეთი რისი ნათელი შემოტრიალება საინტერესებს აქ მესამე პოზიციას, ხო? ისეთი სიტუაცია, ისი შემოbrunებაც უნდა აქ მესამე პოზიციას და რისი შემოbrunებაც იქნება აქ დადებითად მესამე პოზიციისთვის. ну, აქ არის ურთიერთობის საკითხი ამ შემთხვევაში, ხო? აქ არის ურთიერთობის საკითხი. Knight of Pentacles ეს არის პიროვნება. აქ საუბარია მამაკაცზე, რომელიც ახლა თქვენს მიმართ რაღაც ისია, ისეთი სიტუაცია თქვენ შორის ახლა, სადაც აი სტაბილურად თქვენ ველოდებით, რომ ამ მამაკაციდან ან ამ პიროვნებიდან რაღაცას მიიღებთ, ეს ადამიანი რაღაცას მოგაწვით, მოგცემთ, მაგრამ არასტაბილურად აკეთებს ამას. შესაძლოა ჯერ ჩდებოდეს, მერე იკარგებოდეს, ან საერთოდ ვიღაცასთან საერთოდ კიც დაკარგული იყოს ეს ადამიანი, ხო? და აქ მესამე პოზიცია მაინც ელოდება. ხო, აი რაღაცა სიტუაცია შესაძლოა იყოს აქ. კარგი, გვაჩვენეთ, ხო, როგორ დადებითად სასიხარულოდ შეტრიალდება, შემოbrunდება ეს ვითარება მესამე პოზიციისთვის. როგორ და ასე ჩანჩალებს ეს ვიღაცა, ვიზით არის აქ საუბარი და მესამე პოზიცია იგრძნობს, ვიზით არის საუბარი და ჯამში გამოჩნდება შემდეგ ისევ, ხო? რაღაცნაირად, ანუ აქ როგორი სიტუაცია იცი, რაღაცნაირად არის სტაბილურად გამოჩნდება, ან საერთოდ დაიკარგა, არ ჩანს სიცივე და შემდეგ რაღაც ისეთი ხდება, რაც საერთოდ კარდინალურად ცვლის ამ სურათს თქვენს შორის ნახած, ხო? რა ხდება აქ? ეს პიროვნება რაღაც ეუბნება მესამე პოზიციას, რომ მოდი, ხო, რაღაც ისეთ რაღაცას თავაზობს, რაც მესამე პოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ წყვეტს აი ასეთ ქცევებს და უფრო რაღაც სტაბილურად იქცევა, თუ კიდე რაღაც სხვა. კიდე რაღაც სხვა. კიდე რაღაც სხვა. ანუ კიდე რაღაც სხვა არია? აქ არის იმის პერსპექტივაც, რომ გამოჩნდეს და რაღაც ისეთები გითხრათ, რაც თქვენ გინდათ, რომ გითხრათ, ან რომ შემოგთავაზოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, ისევ თავის რაღაც ინტერესები ექნება. მაგრამ ეს არ არის აქ თავარი, რასაც მე ახლა განვიხილავ, არამედ აქ არის კიდე რაღაც სხვა. თუ თვითონ მესამე პოზიციისთვის აღარ იქნება საქმე, ხო? კი ბატონო. ანუ ისე წავა სიტუაცია, თვითონ თქვენთვისაც აღარ იქნება ეს ყველაფერი აქტუალური და აღარც შეგაწუხებთ ეს ყველაფერი თქვენ. და რატო აღარ შეაწუხებს უბრალოდ, ну, ვიღაც სხვაზე გადავა თქვენი ფოკუსი, თუ უბრალოდ რამე სხვაზე გადავა, თუ უბრალოდ მიხვდებით, რომ ну всё რა მინდა სხვაზე, რამე სხვაზე. ხო, მიხვდებით, რომ ანუ ეს არის სისულელე და რამე სხვაზე გადაგაქვთ ინტერესი. რამე სხვა შეიძლება იყოს თქვენი ბავშვები, თუ ყავთ აქ ბავშვები, ან უბრალოდ საკუთარ თავზე, რომ გადავიტანოთ საკუთარ თავზე ფოკუსი, რომ გადავიტან ფოკუსი იმაზე, რომ აი ჩემ ცხოვრებაზე რა מחარებს, რა მაბედნიერებს, რა მავსებს, ხო? და არ მინდა საერთოდ ეს გავრკვეული სიტუაცია. მე ჩემთვის არის ყველანაირად გავრკვეული და ტოქსიკური, ხო? ამ ყველაფერს შესაძლოა ახლა დაცნობიერებდეთ, მაგრამ აქ გაცნობიერების გარდა აქ იქნება ის, რომ ხვდება უკვე მესამე პოზიცია საბოლოოდ, რომ ეს სიტუაცია არის სისულელე და გააზრება და უკვე ქმედებაში მოყვანა არის ამ ვითარების. ეს სისულელე მე აღარ მინდა, ხო, რაღაცას ერთი წუთით ეს ჩამექრება და დავანთო. ხო, ოკეი. ესე იგი, რა ნათელში გადის?
მესამე პოზიცია. როგორი ნათელში შუქზე გადის. რა არის ეს? ისეთი საბეჭდილება მექნება, რომ სამივე ეს პოზიცია დღეს მთლიანად რა გავაკეთე და ის გადმოვყარე მთლიანად კავშირშია ერთმანეთთან, თან ძალიან ძლიერ კავშირში. იმიტომ მეორე პოზიციასთან მსგავსი ისტორია აქვს. აქ ნათელი აქედან გამოსვლა თუ პირიქით რაღაც პოზიტიურია. ну მატერიაში რაღაც უფრო მეტი შესაძლებლობები მატერიალური კუთხით კი არის პოზიტივში. ამის ალბათობა, მაგრამ მე ვიტყოდი აი ამ ჯაჭვის გახსნა, აი ამ ვიღაც მამაკაცთან, ну პიროვნებასთან ვინც არის და ფიგურირებს, ხო? აი რაღაც ისეთი ტოქსიკური დამოკიდებული სიტუაციის საბოლოო დასრულება ვიღაც პიროვნებასთან, რაც გაძლევთ თქვენ შესაძლებლობას, რომ იმოდროოდ წინ წახვიდეთ წინ და საერთოდ გააგრძელოთ ცხოვრება, უფრო მეტად სიხარულით სავსე, უფრო მეტად ავსებული და ბედნიერი, ხო? აი ეს არის აქ თავარი წამყვანი ისტორია, ხო, იყოს სიტყვა ისტორია. ეს არის აქ. კარგი. რჩევა. რჩევა მესამე პოზიციას. Drunk with love, let love live. მიეცი შესაძლებლობა სიყვარულს, რომ გაგანთავისუფლოს ან უფრო მეტად და გაახლოს თავისუფლებასთან, ხო? აი ასეთ სიყვარულზე არის აქ საუბარი, ესე არ გვინდა მე შენს გამო თავს გავწირავ და შენს ჩემს გამო რაღაცას იზამ, არა, არამედ სიყვარული სადაც არის თავისუფლება. პირველ რიგში სიყვარული საკუთარ თავის მიმართ, რაც გვაძლევს თავისუფლებას და ამით ჩვენ არ ვავალდებულებ სხვასაც და არ გვეჭავთ და ზოგადად ხო, ისეთი სიყვარული, სადაც ჩვენ ვიპოვეთ თავისუფლებას, სადაც ჩვენ უფრო მეტად განთავისუფლდებით, ხო? აქ ნებისმიერ რამეზე შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენ. შეიძლება ეს იყოს საყვარელი საქმე, შეიძლება ეს სიყვარული ვინმეს მიმართ, ხო? ამიტომ აქ როგორც გინდათ, ისე მოარგეთ ეს რჩევა თქვენს თავს და როგორც გინდათ ისე გამოიყენეთ ეს რჩევა, რადგან ბევრს არ ვილაპარაკებ. ხო, ეს იყო აქ რაც იყო. გავაჟღერეთ, ასე რომ წარმატებებს უსურვებ მესამე პოზიციას და ყველას თქვენგანს წარმატებებს უსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს შეძლებთ და ყველაფერი კარგად გვაქრება ყველას. ასე რომ გისურვებთ, რომ უფრო მეტი სინათლე იყოს თქვენ ცხოვრებაში და იპოვოთ სინათლე თქვენ ცხოვრებაში. ვისაც მოეწონა გაშლა აუცილებლად დალაიქოს, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერია ჩემი აუცილებლად გამოიწერეთ. სურვილებს გელდებით ინდივიდუალურ და სესიებზე. წარმატებები.